ეხლა ახლო აღმოსავლეთი ჩვენი დროის გამსაზღვრელი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ არენად იქცა. ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენის წინააღმდეგ. ეხლა კი აი რა გამორჩა მედიას. დონალდ ტრამპი ყველაზე მეტად ალბათ არ ეკრნობა ჩინეთს ახლო აღმოსავლეთის სტაბილიზაციისთვის. ის პეკინს არ სთხოვს ირანის შეკავებას. ამერიკასა და ისრაელს შეუძლია ამის გაკეთება და პრეზიდენტი ტრამპიც ამას კარგად იცის. ტრამპს უნდა რომ ჩინეთმა შეწყვიტოს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია. რადგან ამჟამადაც კი, დიახ, სწორედ ახლა პეკინი კლავაც აფინანსებს ირანს. ისინი კიდულობენ ნავთობს, ისინი გადასცემენ ტექნოლოგიებს, ისინი აშენებენ ინფრასტრუქტურას და ისინი ირანის რეჟიმის გადასარჩენად დიპლომატიურ საფარს უზრუნველყოფენ. ეხლა რატო ფიქრობს პრეზიდენტი ტრამპი, რომ აქვს ბერკეტი, რატომ ახლა? ერთი სიტყვა, ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურის ბოლოში. დაახლოებით 50% ჩინეთის იმპორტირებული ნავთობისა გადის ამ სრუტით. 1,5 მილიარდი ადამიანის მქონე ქვეყნის 50%. ეხლა დაფიქრდით ამაზე. და აქ ყველაფერი ძალიან რეალური ხდება. ტრამპმა კარგად იცის, რას ნიშნავს ასეთი ვიწრო სტრატეგიული წერტილები, რადგან ამერიკასაც აქვს ასეთი წერტილი. ჩინეთს ამერიკა მჭიდროდ უჭირავს ნახევარგამტარებზე, იშვიათ მიწიერ მინერალებზე, თანამედროვე წარმოებაზე, ჩვენს ტელეფონებში არსებულ ჩიპებზე, ჩვენს გამანადგურებელ თვითმფრინავებში არსებულ ჩიპებზე. ბევრი რამ, რასაც ყოველდღიურად ვიხენებთ, იმაზეა დამოკიდებული, რასაც ჩინეთი აკონტროლებს. ამიტომ დონალდ ტრამპმა ბოლო 1 წელიწადი და ნახევარი თავის წინა ადმინისტრაციასთან ერთად გაატარა იმაში, რომ შეერთებული შტატები ჩინეთისგან ჩამოეხო. ის საუბრობს ჩიპების წარმოების სახში დაბრუნებაზე, პეკინისთვის თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტზე წვდომის დაბლოკვაზე და ამერიკული ინდუსტრიული პოტენციალის აღდგენაზე. იმიტომ რომ შიში ძალიან რეალური და ძალიან სერიოზული შიშია, რომ მომავალ კონფლიქტში ჩინეთი ამ მიწოდების ჯაჭვს შეერთებული შტატების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენებს. და ამას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე რა თქმა უნდა ისრაელისთვისაც. მაგრამ დონალდ ტრამპმა წელიწადნახევარი პარალელურად სხვა რაღაცის კეთებაში გაატარა. ის ეძებდა, სად არის ჩინეთი დაუცველი. და ჩინეთი სერიოზულად დაუცველია ახლო აღმოსავლეთში. ეხლა ჩინეთი ისრაელს ძალაუფლებების თვალსაზრისით ახლო აღმოსავლეთის მთავარ მოთამაშედ აღიქვამს. ისინი ასევე იციან, რომ ისრაელი ტექნოლოგიური ჰაბია, ლოგისტიკური ცენტრი, ეკონომიკური საკრდენი ახლო აღმოსავლეთში. ჩინეთს სურს გლობალური ვაჭრობის არტერიებთან ახლოს ყოფნა. და მთავარი არტერია სწორედ ისრაელზე გაივლის. და ტრამპიც ამას ხედავს. და სულიად სამართლიანად. მას ეს აწუხებს, რადგან ამ მოგზაურობისას ის მხოლოდ ირანზე არ ახდენს ზეწოლას. ეს ბევრად უფრო დიდი რამაა. ის ეწინააღმდეგება ჩინეთის გრძელვადიან გავლენას, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთში ვრცელდება.